მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ეთერში წარმოგიდგენს სატელევიზიო გადაცემას მართლმსაჯულებას. გადაცემა ყოველ 4 შაბათს გადის ეთერში 21 საათსა და 30 წუთზე. დღევანდელი გადაცემის თემა არის შვილად აყვანა. გადაცემა მიმყავს მე კობა კობიაშვილს, ხოლო დღევანდელი გადაცემის სტუმარია ადვოკატი ბატონი ლევან გელაშვილი. მოგესალმებით ბატონო ლევან. დღევანდელი თემა როგორც გავაცანით მოსახლეობას არის შვილად აყვანა და დავიწყოთ პირველი კითხვით. რას ნიშნავს შვილად აყვანა და რითი განსხვავდება ან რა საერთო აქვს გერის შვილებასთან? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ხოლო რაც შეეხება დასმულ კითხვას, მოგახსენებთ რომ შვილად აყვანა მოიცავს და გულისხმობს სრულწლოვანი პირის მიერ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შვილად აყვანას, რომელიც შედეგობრივად უთანაბრდება ბიოლოგიური მშობლებისა და შვილის შორის არსებულ ურთიერთობას. ანუ მოქალაქის მიერ სხვა პირის, არა ბიოლოგიური კავშირის მქონე პირის შვილად აყვანას. ასაგები. ესე იგი, შვილად აყვანა იქნება ეს ნებისმიერი ბავშვი და გერი იქნება ერთი და იგივეა ეს, ხო? უფლებებში. პრინციპი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, უფლებებშიც ერთი და იგივეა, თუმცა გერი შვილად აყვანა თავის თავში მოიცავს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის შვილებას. ასაგები. ვინ შეიძლება იყოს შვილებელი? მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეებს არ მქონე პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს აკრძალული და შეზღუდული მშობლის უფლებამოსილების განხორციელების უფლება. მაგალითად, პიროვნებას, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, პიროვნებას, რომელსაც შეეზღუდა მშობლის უფლება, ასეთი პიროვნება არ შეიძლება დარეგისტრირდეს, ვერ დარეგისტრირდეს მშვილებლად, ვინაიდან მას კონკრეტული ამ საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს უკვე სასამართლოს მიერ შეზღუდული, რაც გამორიცხავს მის მხრიდან ამ უფლების ახლიდან კეთილის ინდიციურად განხორციელების შესაძლებლობას. თუ მოხდა ამ მშობლის უფლების შეზღუდვა იქნება ეს თუ აკრძალვა, მისი აღდგენა. რამდენად ხდება თუ არა ეს და ითვალისწინებს თუ არა ამას კანონი, რომ შემდგომ განახორციელოს შვილად აყვანა უფლება აღდგენილმა პირმა, შვილებელმა. მშობლის უფლები პიროვნებას, რომელსაც შეზღუდული აქვს მშობლის უფლება, თავისთავად შესაძლებელია აღნიშნული შეზღუდული უფლება კვლავ სასამართლოს მეშვეობით აღდგენილი იქნეს, რაც სამართლებრივად უთანაბრდება პირს, რომელსაც არ შეზღუდულია მშობლის უფლება. ხოლო რაც შეეხება შვილად ამყვანად რეგისტრაციას, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ კონკრეტულად კანონში გაწერილი არ არის თუ ზუსტად ვინ შეიძლება იყოს მოქალაქე ან ვინ არ შეიძლება იყოს მოქალაქე, თუმცა კანონი ამბობს ესეთ რამეს, რომ შვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერ საქართველოს ან საქართველოს არ მქონე მოქალაქეობის მქონე პირი, რომელსაც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია განახორციელოს ბავშვის შვილად აყვანა. ანუ მას შეუძლია განახორციელოს არასრულწლოვანზე იგივე უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზება, რაც ბიოლოგიურ მშობელს გააჩნია თავის ბიოლოგიური შვილის მიმართ. ხოლო ამ უფლების განხორციელებაში ჩვენ თუ წინასწარ ვიცით, რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს, მას მშობლის უფლების არაჯეროვანი შესრულებისათვის თუ შეეზღუდა მშობლის უფლება, არაჯეროვანი მშობლის უფლების ვალდებულების შეუცვლელობისათვის თუ ჩამოერთვა მშობლის უფლება, ბუნებრივია ესეთი კატეგორია გათვალისწინებული იქნება მშვილებლის შეფასების დროისათვის და შესაძლებელია მას არ მიეცეს შვილად ამყვანის სტატუსი. თუ ითვალისწინებს კანონი ამ დანარჩენ რაც ჩამოთვალეთ პრობლემებთან ერთად, იმას რამდენად ფინანსურად შესაძლებლობა აქვს პიროვნებას თუ ოჯახს, რომ არჩინოს ეს ნაშვილები. ვიტყვი, რომ მშვილების რეგისტრაციის დროს ყველა გარემოებას აქვს მნიშვნელოვანი შემხებლობა მშვილებლად რეგისტრაციაზე, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, როდესაც ახდენს ამა თუ იმ პირის თუ პირების მშვილებლად რეგისტრაციის საქმის შესწავლას, აუცილებლად მხედველობაში მიიღება ამ პირის თუ პიროვნებების ქონებრივი შესაძლებლობა, მატერიალური შესაძლებლობა, ფიზიკური რესურსი და მორალური ხასიათი. ანუ შეფასების პერიოდი მოიცავს როგორც მატერიალურ შეფასებას განცხადებლის, ასევე არამატერიალური კუთხით შეფასებას. ასაგები. აი როგორ ხდება გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და რეგისტრაცია?
სპეციალური დაწესებულება რამე თუ შეიძლება ეს აი განცხადების სახით დაწეროს მე მინდა შვილის აყვანა აი როგორ რა დიახ საინტერესო კითხვა და მეტად აპრობირებული თემა ამ ბოლო პერიოდებში საზოგადოებაში და მინდა გითხრათ რომ შვილებლად რეგისტრაციას და გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა აღრიცხვას ახორციელებს საქართველოში რომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქალაქო და რაიონული განყოფილებები, როგორც არის სოციალური მომსახურების ცენტრები და განყოფილებები, ხოლო გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოსათვის გახდა ინფორმაცია ცნობილი რომ ამა თუ იმ ბავშვს შეეზღუდა ჩამოერთვა ბავშვის მშობელს შეეზღუდა ან ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ბავშვი მიტოვებულად იქნა აღიარებული ან მის მშობლები გამოცხადდნენ გარდაცვლილად ან გარდაიცვალენ ასეთ შემთხვევაში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ბავშვს ანიჭებს გასაშვილებელ სტატუსს და არეგისტრირებს გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან რეესტრში ხოლო რაც შეეხება მშვილებლებს აქვთ უფლება თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართონ იმ რაიონის თუ საქალაქო სოციალური მომსახურების ცენტრს და მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის შევსებით მათ მოიპოვონ უფლება მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ. ეს გასაშვილებელი, აი ვთქვათ, როგორც თქვით, გარდაიცვალნენ მშობლები და ბავშვი დარჩა უპატრონოდ. ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი, ალბათ დამიდასტურებთ ან განმიმარტავთ, აღარ არსებობს ჩვენთან ბავშვთა სახლები, ხო? თუ არსებობს აი რა ბედიელის ამ ბავშვს სანამ შვილებელი იშვილებს და სანამ მოხდება მისი რეგისტრაცია. რომ იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანს გარდაეცვალა ორივე მშობელი და არ არსებობს პირები, ანუ ახლო ნათესავები, რომლებსაც გულის შესტკივად და სურვილი აქვთ მასზე მზრუნველობის განხორციელების, ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაუყოვნებლივ გადადის სახელმწიფო ზრუნვაში და იგი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ინსტიტუციები არსებობს მინდობითი აღზრდა, არსებობს მცირე საოჯახო ტიპის სახლი და რიგ შემთხვევებში არსებობს რა თქმა უნდა ბავშვთა სახლებიც. ანუ დღევანდელი პოლიტიკა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს საქმიანობის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს რომ რაც შეიძლება შეიზღუდოს და შედეგობრივად საერთოდ აღმოიფრქვას ბავშვთა სახლის ინსტიტუცია, რადგან ხშირად არასრულწლოვანი რომელიც ბავშვთა სახლშია გაზრდილი და გამოვლილი, მას არ გააჩნია ის თვისებები, რომელიც უნდა კონდეს არასრულწლოვან ოჯახურ გარემოში აღზრდისთვის. ამისათვის სახელმწიფომ კარგი პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც ქვია მინდობითი აღზრდა, რომელმაც ძირითადად ჩაანაცვლა ბავშვთა სახლების ინსტიტუცია. ანუ მინდობითი აღზრდა გულისხმობს ბავშვის საოჯახო გარემოში დროებით განთავსებას რომელიც ამ ოჯახში სარგებლობს იგივე უფლებებითა და ვალდებულებებით, რომლებიც გააჩნიათ ამ ოჯახის წევრებს. ანუ მაქსიმალურად დაახლოებულია ოჯახურ გარემოსთან. მაგალითად ვიტყოდი, რომ ბავშვი როცა ირისხებოდა და ირისხება ბავშვთა სახლში, ბავშვთა სახლს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, კვების რეჟიმი, ძილის რეჟიმი, რაც ვფიქრობ, რომ ეს არ არის სასურველი, ვინაიდან ბავშვი თავიდანვე უნდა გავზარდოს თავისუფალ გარემოში და ის რომ 12 საათზე უნდა ჭამოს და მას თუ 11-ზე მოშივდება არ აქვს ამ ჭამის უფლება, ეს ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანისთვის არ არის სასურველი, ამდენად მინდობითი ანუ რაღაც ყაზარმულ მდგომარეობაში იმყოფება ეს. მინდობითი აღზრდის პროგრამამ ზუსტად ეს ცუდი როლი რაც ჰქონდა ამ ინსტიტუციას, ბავშვთა სახლის ინსტიტუციას შეცვალა და თქვა, რომ მინდობითი აღზრდაში განთავსებული ბავშვი სარგებლობს იგივე უფლებებით, რა უფლებებითაც სარგებლობს იმ ოჯახში მყოფი სხვა არასრულწლოვანი. ანუ მას თავის შეხედულებისამებრ შეუძლია როგორც ბავშვი თავის ბიოლოგიურ ოჯახში, როცა მოშივდება, მაშინ ჭამოს, მაშინ დაიძინოს, მაშინ გაიღვიძოს და ასე შემდეგ. და ამ ოჯახების რეგისტრაცია როგორ ხდება? ვინც უნდა იშვილოს ეს ბავშვი? ალბათ რაღაც კუთხით რეგისტრირდებიან. ეს არის საზოგადოებაში ამ მოქმედებას დროებით შვილობილობას ეძახიან, თუმცა სამართლებრივად მას ეწოდება დროებითი მინდობითი აღზრდა. ხოლო პიროვნებას, ვისაც სურვილი აქვს დარეგისტრირდეს ასეთ მიმღებ ოჯახად, კვლავ უნდა მიმართოს თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებს და ასევე არსებობს განაცხადის ფორმა, რომელიც ასევე დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ და მისი შევსების შემდეგ ხორციელდება ამ ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ
შეფასება იგივე კრიტერიუმებით, რამდენად აქვს ოჯახს იმის ფიზიკური, მორალური თუ მატერიალური რესურსი, რათა გაუმკლავდეს და სწორად განახორციელოს იმ ბავშვის საჭიროება, რომელიც საომავლოდ განთავსდება ოჯახში. თუ ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ზოგად კრიტერიუმებს განცხადებელი, რა თქმა უნდა, იგი გაივლის რეგისტრაციას და დარეგისტრდება მიიღებ ოჯახთან. აი რეგისტრაციის შემთხვევაში ეს რამე რიგითობას აქვს ადგილი თუ არა აქვს მნიშვნელობა? აი შეიძლება მე დავრეგისტრირდე, ვიღაც დარეგისტრირდეს ჩემს მერე და იმას თანაბარ პირობებში ვამბობ. თანაბარ ამ შემთხვევაში რიგითობის პრინციპი მიმღებ ოჯახებს შორის არ არსებობს, იმდენად, რამდენადაც როგორც მოგახსენეთ, ანუ მიმღები ოჯახი როცა ფასდება, სოციალური მუშაკი თვითონ ცნობილი ხდება ამ ოჯახის რესურსი, თუ რა რესურსი შეუძლია შესთავაზოს ზრუნველობა მოკლებულ ბავშვს. პარალელურად, როცა გამოვლინდა ბავშვი, რომელიც საჭიროებს მინდობით აღზრდაში განთავსებას, ანუ სოციალური მუშაკისთვის ცნობილია ამ ბავშვის საჭიროებები. ანუ რა მოთხოვნები აქვს ბავშვს და რა მოთხოვნები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, რომ იმ ბავშვს არ დაერღვას ის გაზრდის სწორი მექანიზმი, რომელიც საჭიროა განსაკუთრებულად მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებში. ამდენად, როცა სოციალური მუშაკისთვის ცნობილია, რომ ბავშვს ესა თუ ის საჭიროება აქვს, ასევე ცნობილია ოჯახები, რომ ვის რა რესურსი აქვს, ხდება შეთავსების ანგარიშის შედგენა, რომელიც გულისხმობს საჭიროებების უკეთესად რომელ ოჯახში დაკმაყოფილდება. შესაბამისად, რიგითობის პრინციპი მიმღებ ოჯახებს შორის ირღვევა, იმიტომ რომ შეიძლება მყავს 10 ოჯახი რეგისტრირებული, მაგრამ გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი მინდობით აღზრდაში განსათავსებლად და შესაბამისად ამ 10 ოჯახიდან შეიძლება ერთს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ასეთი კატეგორიის ბავშვს მოუაროს. ამიტომ ის შეიძლება ყველაზე ბოლოს დარეგისტრირდა, მაგრამ პრიორიტეტულად პირველი დაკმაყოფილდეს ის ოჯახი. ამ ოჯახში, როდესაც ამას აკონტროლებს სპეციალური ორგანო, რომელიც ალბათ როგორ ხდება ამ ბავშვის აღზრდა. კი ბატონო, ჩვენ იმას ვქენით, ეს ოჯახი, ასე ვთქვათ, გავშიფრეთ, უხეშად რომ ვთქვათ, თავისი ყველანაირი შესაძლებლობებით, მაგრამ ბავშვს შეიძლება არ მოწონდეს ამ ოჯახში. ბავშვი იყოს მცირეწლოვანი, 9 წლის, 8 წლის, რაღაც წინააღმდეგ ორივე კარგია ბავშვიც ოჯახიც, მაგრამ შეუთავსებლობა ხდება. აი ამ შემთხვევაში ვის მიმართავს, ბავშვმა უნდა მიმართოს თუ რანაირად ხდება ამის მოწესრიგება? ბავშვსაც და მიმღებ ოჯახსაც აქვს ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მიმართოს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს, თუმცა ეს ფაქტი მეტნაკლებად ფიქსირდება, რადგან მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოდან, როგორც ვახსენე, საქმეს სწავლობს და ზედამხედველობას უწევს სოციალური მუშაკი. ანუ ბავშვი, რომელიც სახელმწიფო ზრუნვაში შევა, მას დაენიშნება სოციალური მუშაკი, რომელიც ამ ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის განმავლობაში პერიოდში მუდმივად მასზე ზრუნავს და ახორციელებს მის ზედამხედველობას. შესაბამისად, თუ განთავსდა ბავშვი ოჯახში, სადაც შეთავსება რეალურად ვერ განხორციელდა, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში სოციალური სამსახური უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხურავს ამ ოჯახში აღნიშნულ მინდობით აღზრდას და უფრო სასურველ ოჯახში ამტკიცებს ბავშვის განთავსებას. ასევე ხშირი, რომ შეიძლება 2 და 3 ოჯახში ვერ მოხდეს ბავშვის შეთავსება, რა დროსაც საქმეში ერთვება ფსიქოლოგი, ანუ აქ უკვე გვაქვს ჩვენ ბავშვთან პრობლემა, თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა სოციალური სამსახური შეიძლება აღმოაჩინოს მზრუნველობა მოკლებული ბავშვი უკვე 14 და 15 წლის ასაკში, რომელმაც ეს 15 წლამდე საერთოდ ასე ვთქვათ ქუჩურ პირობებში განახორციელა გაზრდა, ხო? მისთვის ცოტა უცხოა და მიუღებელიც კი არის ოჯახური პირობების და ტრადიციების გაგება და ამ ტრადიციებით ცხოვრება. ამდენად ეს პრობლემები რეალურად არსებობს, თუმცა სოციალურ სამსახურს ყავს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვთან სარეაბილიტაციო შეხვედრებს აწარმოებს და ამზადებს ამ ასეთი ფორმით სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებაზე. თუმცა თუ თქვა შეუძლებელი იქნა ასეთი რამე, სახელმწიფოს აქვს ბავშვთა სახლები, აქვს კრიზისული ცენტრები, ანუ უფრო რთული კატეგორიის ბავშვებისათვის, კი, რთული კატეგორიის ბავშვებისათვის, რომლებიც ადაპტაციას ვერ ახდენენ მიმღებ ოჯახებში. ზუსტად ეს არის, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი ამ კრიზისულ ცენტრში ხდება ასეთი ბავშვის ჩარიცხვა, სადაც ეს არის გარდამავალი პერიოდი, ანუ
ქუჩიდან რაღაც სტანდარტამდე მიყავთ ბავშვი, რომელიც უფრო უახლოვდება ოჯახურ გარემოს და შემდგომ ხდება ამ ბავშვის ოჯახურ გარემოში გადაყვანა. ასევე არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ერთდროულად არაუმეტეს 8 ბავშვი შეიძლება ცხოვრობდეს. ანუ სხვადასხვა დონის სადაც უფრო მეტად ყურადღებას მიაქცევენ, ვიდრე 100 და 200 ბავშვს. ის მიხედვით, ანუ სასურველობის მიხედვით, რომ დავყოთ, ყველაზე ასე ვთქვათ, რთული ინსტიტუცია შეიძლება გამოიხატებოდეს ბავშვთა სახლებში, კრიზისულ ცენტრებში და სხვადასხვა ისეთ დაწესებულებებში, სადაც ერთდროულად შეიძლება იზრდებოდეს 30 და 50 ბავშვი. უფრო მსუბუქი ფორმაში გვევლინება საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ბავშვების რაოდენობა მაქსიმუმ 8 ბავშვამდეა დაყვანილი, იმიტომ რომ უფრო დაახლოებული და უფრო მიმსგავსებული იყოს ოჯახურ გარემოსთან, ხოლო ყველაზე სასურველი პირობა არის მინდობით აღზრდა, სადაც შესაძლებელია მინდობით აღზრდაშიც 2 და 3 ბავშვი იქნეს განთავსებული ერთდროულად. თუმცა ეს პრაქტიკაში რამდენადაც შემხებლობა მქონია, ესეთი რამე არ ხორციელდება თუ დედმამიშვილები არ არიან ეს ბავშვები. იმიტომ რომ ბავშვის მზრუნველობა, სადაც ერთი ბავშვი განთავსდება ოჯახში და ამ ოჯახის რესურსი ერთ ბავშვს მოხმარდება, უფრო წარმატებულია და დროული იქნება მიზანი. მაგრამ თუ ვთქვათ 2-3 და-ძმა, დედმამიშვილები, ჯობია ერთად იცხოვრონ. კანონიც გვეუბნება და გვიწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, რომ თუ დედმამიშვილები არიან გამოვლენილი როგორც ზრუნველობა მოკლებული ბავშვები, ამ დედმამიშვილების განცალკევება და ცალ-ცალკე სხვადასხვა ინსტიტუციაში განთავსება უკიდურეს ზომად უნდა იქნეს, ხო, ანუ კანონი ასეც რომ ვთქვათ, გვიკრძალავს დედმამიშვილების დაცალკევებას, თუ საპატიო მიზეზი არ არსებობს ამისათვის. როგორც შეიძლება იყოს იგივე შვილადაყვანის დროს. ანუ დედმამიშვილების გაშვილების დროს გამორიცხულია ცალ-ცალკე გაშვილება, თუ სხვა რაიმე განსაკუთრებული საპატიო მიზეზი არ არსებობს. აი შვილადამყვანი აუცილებლად უშვილო უნდა იყოს თუ შეიძლება ყავდეს შვილი და კიდევ აქვს უფლება რომ აიყვანოს. ისევე როგორც აი ეს ოჯახები, რომლებიც რაღაც დროებით აღზრდიან ბავშვებს. უფლება არ მოეპოვება პირს, ვისაც საკუთარი ბიოლოგიური შვილი არ აყავს, მე როგორც უკვე ვახსენე, შვილადამყვანი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ამ მქონე მოქალაქეობის მქონე პირი, ამდენად ნებისმიერ პირს აქვს უფლება დარეგისტრირდეს მშვილებლად და განახორციელოს სხვა ბავშვის, უცხო ბავშვის შვილადაყვანა. შვილადამყვანი ოჯახი, შვილადამყვანი კი არა ეს დროებით აღსაზრდელად მიმღები ოჯახი ალბათ ანაზღაურებას იღებს. კი, რასაკვირველია, მინდობითი აღზრდაც ორ ნაწილად იყოფა, ეს არის რეგულარული მინდობითი აღზრდა და არის გადაუდებელი მინდობითი აღზრდა. ანუ რეგულარული მინდობითი აღზრდა გულისხმობს არასრულწლოვნის სრულწლოვნებამდე განთავსებას, ხოლო გადაუდებელი მინდობითი აღზრდა გულისხმობს არაუმეტეს 90 დღით მინდობით აღზრდაში ყოფნას. ანუ ეს ერთმანეთისგან რითი განსხვავდება? რეგულარულ მინდობით აღზრდაში ვერ განვათავსებთ არასრულწლოვანს, რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული იდენტიფიცირების დოკუმენტაცია, როგორც შეიძლება იყოს დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა და ასე შემდეგ. ასეთი კატეგორიის ბავშვი პირველ რიგში თავსდება გადაუდებელი მინდობითი აღზრდაში, სადაც არ მოითხოვება ეს სავალდებულო ხასიათით არ მოითხოვება ეს დოკუმენტაცია, ხოლო 90 დღეც იმიტომ არის აღებული, რომ ამ 90 დღეში შესაძლებელია ასეთ ბავშვს მოუწესრიგდეს ის დაბადების მოწმობა იქნება თუ პირადობის მოწმობა, რომელიც უკვე საფუძველს მოგცემს რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადაყვანისა. ასევე მნიშვნელოვანია შევეხოთ მატერიალურ უზრუნველყოფას, ბუნებრივია სახელმწიფო ასეთ პროგრამის განხორციელებაში ხარჯავს გარკვეულ თანხებს, როგორიც არის მაგალითად მიმღები ოჯახი, რეგულარული მიმღები ოჯახის ანაზღაურება, განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით და ხოლო გადაუდებელი მინდობითი აღზრდის მიმღები ოჯახის ანაზღაურება განისაზღვრება დღეში 20 ლარით. ასევე არის ნათესაური მინდობითი აღზრდა. ანუ როგორც უკვე ვახსენეთ, სახელმწიფო თავის კანონმდებლობითა და თავის კომპეტენტური სამსახურების მეშვეობით მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბავშვი დარჩეს ან დაბრუნდეს იმ გარემოში, სადაც მისთვის ეს გარემო არის ბიოლოგიური. ანუ თუ შეუძლებელია დედასთან, მამასთან, დედმამიშვილებთან დაბრუნება, პრიორიტეტად იღებს ნათესაურ წრეში დაბრუნებას, რადგან ბავშვისთვის ეს გარემო არ იყოს უცხოდ მიუღებელი და გართულებული ფორმით მისაღები. ამიტომ კანონმდებლობამ ნათესაური მინდობითი აღზრდაც დაუშვა და აქაც ანაზღაურება განსაზღვრა იმდენად, რამდენადაც თუ არასრულწლოვანს მოუძებნით, ასე ვთქვათ, ახლო ნათესავს, რაც
რაც არასრულ წონისთვის არის საჭირო, შეიძლება იმ ახლო ნათესავს მატერიალური რესურსი არ კონდეს ბავშვებს ზრუნველობის განხორციელებისათვის. ამიტომ სახელმწიფომ ნათესაურ-მინდობით აღზრდაში დააწესა თვეში 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება. როდესაც ხდება ნათესაო, ანუ ნათესავს მიანდობენ აღსაზრდელად და ნათესავი არ არის რეგისტრირებული, ასე ვთქვათ, ესეთი როგორც მინდობი ოჯახი. ალბათ არეგისტრირებენ. გამორიცხულია პირველ რიგში ჯერ რეგისტრაცია ხდება. ოჯახი უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შემდგომ შესაძლებელია განვიხილოთ ამ რეგისტრირებულ ოჯახში უკვე ბავშვის განთავსების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ოჯახს არ გააჩნია სტატუსი მიმღები ოჯახის, გამორიცხულია ამ ოჯახში ბავშვის განთავსება. ეს რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ, გინდა თუ არა ნათესავს უნდა აღვაზრდებინათ ეს. აი რაღაც ვადები თუა ესეთი. ანუ უფრო დაჩქარებული წესით შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია ეს დაჩქარდეს და ერთ კვირაშიც განხორციელდეს, თუმცა მეტად მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ოჯახს და შემდგომ ვახდენთ მის რეგისტრაციას. ანუ ჩვენ თუ დავაჩქარებთ ამ შეფასების პროცესს, ასე ვთქვათ, დიდი ალბათობით შეფასებელი შეცდება იმ ოჯახის რესურსის გაცნობაში, რაც შეიძლება ერთ თვეში ნაწარმოების შეფასებით უფრო მეტი რამე გავიგო ოჯახის შესახებ. ამიტომ არ არის რეკომენდირებული და სასურველი დაჩქარებული წესით განხორციელდეს თუნდაც მიმღები ოჯახის რეგისტრაცია ან მშვილებლის რეგისტრაცია. აი თუ სწორად გავიგე ერთ-ერთი კითხვიდან თქვენ თქვით რომ თუ ბავშვი ვერ შეეთვის ოჯახს, მას უწყდება მიმღების სტატუსი. ოჯახს სწორად გავიგე ეს? მიმღები მშობლის რეგისტრაციის გაუქმება არ ხდება. არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება, რის საფუძველზეც ამ ოჯახში ესა თუ ის ბავშვი განთავსდა, ხოლო ის ოჯახი ამ ბავშვის გამოყვანის შემდეგ კვლავ იკავებს მშვილებელთა ერთიან რეესში ადგილს და კვლავ არის შესაძლებელი სხვა ბავშვი იქნეს განთავსებული ამ ოჯახში. და იმ ბავშვთან და ის ოჯახიც წოდოა, ხო ამოაგდებს. რა თქმა უნდა, მიმღები ოჯახის რეგისტრაციის გაუქმებასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, ოღონდ ეს ცოტა სხვა პირობებია, მაგალითად რო ავიღოთ მიმღები ოჯახის მხრიდან მისთვის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მას არამც თუ ხელშეკრულება შეუწყდეს, რომელიც უშუალოდ ითვალისწინებს ბავშვის განთავსებას, არამედ საერთოდ მოიხსნას რეგისტრაციიდან ასეთი ოჯახი. აი რაში შეიძლება გამოიხატოს ეს ზოგადად? რა უნდა გააკეთოს იმ ოჯახმა? როგორც მოგახსენეთ, მე არ ვამბობ ბავშვის ცემა განახორციელოს ან ესეთი მშობელსაც არ აქვს ამისი უფლება. როგორც მოგახსენეთ, მინდობითი აღზრდა ითვალისწინებს გარკვეულ მატერიალურ ანაზღაურებას და მიმღებ ოჯახს კანონმდებლობა აკისრებს იგივე ხასიათის და ზომით ვალდებულებებს, რომელიც გააჩნია თავისი ბიოლოგიური შვილის მიმართებაში. ამდენად თუ იგი მიმღებ ოჯახს ისა დროებით მინდობით აყვანილ ბავშვს დისკრიმინაციაში ამყოფებს, იგივე ხარისხით არ მოულის, როგორც თავის შვილზე ზრუნავს, მისთვის ეს ანაზღაურება ხელფასად არ მოისაზრება, სახელმწიფოსგან ეს ანაზღაურება ხდება იმ ვარაუდით, რომ მან ხელი შეუწყოს ზრუნველობა მოკლებული ბავშვის კეთილდღეობას, ჩააცვას და ააპუროს განათლებაში და სხვადასხვა ღონისძიებებში დაასაქმოს და თანხა დახარჯოს. ამისთვის ეძლევა ეს თანხა და შესაბამისად თუ მიზანი თანხის ანაზღაურების არ ხორციელდება სწორად და იგი თავის ინტერესებისთვის იყენებს მხოლოდ ამ ანაზღაურებას, ბუნებრივია ესეთი ოჯახი არ გამოდგება ამ პროგრამაში და შესაბამისად იგი ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას. მშვილებელს და შვილად ასაყვანს შორის კი არა და ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობს, ანუ რამდენი წლის შეიძლება იყოს ბავშვი და რამდენი წლის შეიძლება იყოს შვილებელი. ანუ გასაშვილებელი ბავშვი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც არ მეუღწევია 18 წლის ასაკს, თუმცა 18 წლის ზევითაც შესაძლებელია შვილად აყვანის განხორციელება, თუმცა კანონმა მიუხედავად თავისუფალი ასაკის ბავშვის შვილად აყვანისა დააწესა ასაკობრივი ზღვარი, რომელიც შეადგენს 16 წელს, ანუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის ასაკობრივი ზღვარი აუცილებლად უნდა იქნეს დაცული 16 წლის ოდენობით. თუმცა არსებობს საპატიო მიზეზები, რომლებიც შესაძლებელია სასამართლომ გაიზიაროს და ყურადღება არ მიაქციოს. მაგალითად ვიტყოდი, თუ ბავშვი 6 თვეზე მეტია მინდობით აღზრდაშია განთავსებული ამ ოჯახში, ეს ოჯახი უპირატესი უფლებით სარგებლობს სხვა მშვილებელ კანდიდატებისგან განსხვავებით და მას უპირატესად შეუძლია თუ ამ ბავშვს გასაშვილებელი სტატუსი მიენიჭა, ეს ბავშვი იშვილოს. და მაგალითად თუ ეს ბავშვი 10 წელია, 12 წელია ამ ოჯახში ცხოვრობს და რეალურად უკვე წარმოშობილია მათ შორის დედაშვილური ურთიერთობა,
ეს ზუსტად არის საპატიო მიზეზი, რაც შეიძლება სასამართლომ გაიზიაროს და 16 წელი დაიყვანოს უფრო დაბალ ასაკამდე. ასევე 16 წლიანი შეზღუდვა არ მოქმედებს გერის შვილადაყვანის დროს. რადგან გერის არსებობა ოჯახში უკვე ოჯახის შექმნას და შვილის ყოლას მოიცავს, რადგან ერთ-ერთი მეუღლის შვილი წარმოადგენს მეორე მეუღლისთვის გერს. ანუ ასეთი ოჯახი უკვე შექმნილია, უკვე მიზანი განხორციელებულია და ამიტომ არ ხდება ასაკობრივი სხვაობა არსებითი შვილადაყვანის დროს. და ამ ყვანის ასაკის შეზღუდვა თუ არსებობს, ვინც უნდა იყოს? ამბობს, რომ ასაყვანსა და აყვანილს შორის უნდა იყოს 16 წელი სხვაობა. ანუ შეიძლება იყოს შვილებელი 40 წლის, შვილადასაყვანი 24 წლის, ან იყოს 30 წლის და 14 წლის. ანუ 16 წლიანი სხვაობა უნდა არსებობდეს გასაშვილებელსა და მშვილებელს შორის. ესე იგი, ჩვენ სასამართლოს მიმართავთ შვილად აყვანასთან დაკავშირებით განცხადებით, ხო? აი რა ვადაში განიხილავს ამას სასამართლო? ცოტა ასე ვთქვათ, ორი კანონის კოლიზია გვაქვს. რადგან შვილადაყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლოს ორკვირიანი განხილვის ვადა აქვს, ანუ განცხადების დარეგისტრირებიდან, სასამართლოში რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში აქვს განხილვის ვადა, თუმცა სპეციალური ნორმა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმის სახით გვევლინება, იქ ორთვიანი ვადა აქვს ზოგადად სამოქალაქო დავის განხილვისათვის. ამდენად კონკრეტულად რო ვთქვა, თუ რომელი ვადაა სწორი არ იქნება, რადგან არსებობს კოლიზია და ხშირ შემთხვევაში სპეციალურ ნორმას იყენებს სასამართლო, როგორც არის. დიახ. ესე იგი, მოქალაქეობის არ მქონე პირს საქართველოში მცხოვრებს შეუძლია თუ არა, ან საქართველოში თუნდაც არ მცხოვრებს, მოქალაქეობის არა საქართველოს მოქალაქეს, ასე ვთქვათ, შეუძლია თუ არა აიყვანოს საქართველოს მოქალაქე ბავშვი. ესეც გაითვალისწინა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ნებისმიერ პირს, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია იშვილოს საქართველოს მოქალაქე, თუმცა აქ გარკვეული შეზღუდვები გაკეთებული, რადგან საქართველოს მოქალაქე შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილეს იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური სამსახური, ანუ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ვერ განახორციელებს ამ ბავშვის საქართველოში გაშვილებას და მისი გაშვილების საქმის წარმოებიდან გასულია 8 თვე. ანუ 8 თვის განმავლობაში თუ საქართველოს მოქალაქე ვერ გაშვილდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ესეთი ბავშვი გაშვილდეს საზღვარგარეთ. და ამ დროს ჩვენ საზღვარგარეთ გაშვილებისას ვკარგავთ იმის შესაძლებლობას, რომ მიქაური ოჯახი გადავამოწმოთ, ხო, თუ იქაური სამსახურები. საზოგადოებაში მეტნაკლებად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს ბავშვის გაშვილება ხდება საზღვარგარეთ მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის გაშვილებული ბავშვის ორგანოები იქნეს გამოყენებული, თუმცა მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ასეთი ინფორმაცია მცდარია, მოკლებულია სიმართლეს, რადგან კანონმდებლობამ ცალსახად დაავალდებულა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო და მისცა სახელმწიფო საქართველოს უფლება იმისა, რომ საზღვარგარეთ ბავშვის გაშვილების შემთხვევაში ბავშვის სრულწლოვნებამდე ყოველწლიურად ხდება გაშვილებული ბავშვის გადამოწმება და ინფორმაციის გამოთხოვა საზღვარგარეთიდან. რომელ სასამართლოს წარედგინება, ესე იგი, განცხადება შვილადაყვანასთან დაკავშირებით აყვანის შესახებ და ვის შეუძლია ამ განცხადების რეგისტრაცია შეტანა? ანუ განცხადება შვილადაყვანის მოთხოვნით წარედგინება იმ რაიონულ თუ საქალაქო სასამართლოს, სადაც რეალურად ცხოვრობს მშვილებელი, ანუ გამცხადებელი. ხოლო ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საზოგადოებამ თვითნებურად გადაწყვიტა ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქეს, ასე ვთქვათ, აჩუქა ბავშვი და ამის თაობაზე პირდაპირ მიმართავენ სასამართლოს და ეთხოვენ აღნიშნული შვილადაყვანის დადასტურებას, რაც კანონის დარღვევაა და სასამართლოც არ იღებს წარმოებაში და მინდა უთხრა, რომ საზოგადოებას, რომ ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა მიმართონ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს და თუ მხარეთა შორის არის იმის ნება შეთანხმება, რომ ერთმა პიროვნებამ მეორეს აჩუქოს, ასე ვთქვათ, ბავშვი, ამისთვის არის მინისტრის მიერ სპეციალურად დამტკიცებული ფორმა, რომელიცაც ქვია ბავშვის გაშვილებისა და მიტოვების შესახებ განაცხადის ფორმა, რომლის შევსებითაც ბიოლოგიური დედას აქვს უფლება გამოხატოს თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე და ამავე ფორმაში დაასახელოს სასურველი მშვილებელი, რომელიც პრიორიტეტულად სარგებლობს ამ ბავშვის შვილადაყვანაზე და იგი აღარ საჭიროებს რიგში ლოდინს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის
გამოხატული ნება შეესაბამება კანონმდებლობას და შესაძლებელია დაიწყოს შვილადაყვანის საქმის წარმოება. შვილადაყვანის საქმის წარმოება შინაარსობრივად მოიცავს შემდეგ ეტაპებს. ანუ პირველ რიგში, როდესაც ბიოლოგიურ დედამ მოგმართა და შეავსო ბავშვის გაშვილებას თანხმობის ფორმა და დაასახელა ესა თუ ის მოქალაქე სასურველ მშვილებლად და საზოგადოებაში ხშირია ბავშვებით ვაჭრობა, ასე ვთქვათ, ბავშვის ყიდვა ეგრეთ წოდებული, ამიტომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ამ წარმოდგენილ განცხადებას პირველ რიგში უგზავნის ძალოვან სტრუქტურებს, რათა თავად კომპეტენციის ფარგლებში იქნეს აღნიშნული შვილადაყვანა შესწავლით, რათა არ შეიცავდეს სისხლსამართლებრივ დანაშაულს. მას შემდეგ თუ პოლიცია თავის მომართვის წერილში განმარტავს, რომ ეს შვილადაყვანა არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო აგრძელებს შვილადაყვანის საქმის წარმოებას და ამის შემდგომ პირველ რიგში არასრულწლოვანს ანიჭებს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსს. შემდგომ ხდება მხარეების შეფასება, საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა, როგორც შეიძლება იყოს ქორწინების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა, ფორმასი, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური დისპანსერიდან ცნობა, ანუ რომ არ არის ფსიქიურად დაავადებული და არ არის ნარკოტიკის მომხმარებელი და ასევე ნასამართლეობის ცნობა. ნასამართლეობის ცნობა კი იმდენად გვჭირდება, რამდენადაც გავიგოთ, ესა თუ ის პიროვნება ხომ არ არის ნასამართლები მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. თუ პიროვნება ნასამართლებია ასეთ დანაშაულზე, მას ეკრძალება მშვილებლად რეგისტრაციის უფლება. ამის შემდეგ თუ დავწმუნდებით, რომ დოკუმენტაცია სწორია, შვილადაყვანის საქმე იზიარებს და ემსახურება არასრულწლოვნის კეთილდღეობას, მზადდება სამსახურის მიერ შესაბამისი დასკვნა, სადაც მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია და არგუმენტირება ამ შვილადაყვანაზე, ეს გადაეცემა ხელზე მოქალაქეს, ანუ მშვილებელს და ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში მშვილებელი ვალდებულია დასკვნა თავის დანართთან ერთად წარუდგინოს იმ რაიონულ სასამართლოს, რომელიც შედის თავის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ განიხილოს შვილადაყვანის. სასამართლოს განხილვისას შესაძლებელია თუ არა წარმოადგენდეს მშვილებელს მინდობილი პირი, ისე რომ თვითონ არ ესწრებოდეს სასამართლოს ხდომას. ანუ კანონმდებლობამ ესეთი რამე თქვა, რომ შვილადაყვანა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია და გამორიცხულია. თუმცა ეს ჩანაწერი მშვილებელს არ ართმევს უფლებას, იგი სასამართლოზე წარმოდგენილი იქნეს ადვოკატის ან წარმომადგენლის მეშვეობით. ანუ მასთან ერთად. დიახ, მშვილებელთან ერთად შესაძლებელია ხდომას ესწრებოდეს და ეხმარებოდეს შვილადაყვანის საქმეში მშვილებელს ადვოკატი. თუმცა მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით გამორიცხულია შვილადაყვანა. იმ შემთხვევაში, ანუ როდესაც გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ შვილადაყვანასთან დაკავშირებით, საჭიროებს თუ არა ეს რეგისტრაციას სპეციალურ ორგანოში. საინტერესო კითხვაა, ანუ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებიდან კანონიერ ძალაშია და იგი არც ერთ ორგანოში რეგისტრაციას არ საჭიროებს, თუმცა გასათვალისწინებელია გადაწყვეტილების შინაარსი, ანუ თუ გადაწყვეტილებებით ბავშვის სააქტო ჩანაწერში შეტანილია ცვლილება, რისი უფლებაც მშვილებელს გააჩნია, ანუ მაშინ სწორად რო იყოს თანმიმდევრულად განმარტავდი, შვილადაყვანის დროს მშვილებელს შეუძლია მოითხოვოს შვილადასაყვანის, ანუ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მონაცემების შეცვლა. ანუ დაბადების მოწმობაში მონაცემების შეცვლა. ეს არის შეიძლება შეიცვალოს ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, განსაკუთრებით საპატიო მიზეზებში, დაბადების ადგილი, ასევე მშობლის, დედის და მამის მონაცემები. შესაბამისად, თუ განცხადებელი სასამართლოს თხოვს ასეთი მონაცემების შეცვლას და სასამართლო ამას დააკმაყოფილებს, ესეთი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იქნეს წარდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, რათა ამ უკანასკნელმა, რომელიც კომპეტენტურია დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანაზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში განახორციელოს დაბადების მოწმობის ცვლილება. ანუ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. გასაგებია. ესე იგი, მშობელი, რომელიც თანხმობას განაცხადებს ბავშვის გაშვილებაზე, შეუძლია თუ არა, რომ ბავშვის გაშვილებამდე უარი თქვას აღნიშნულზე. ანუ აღარ მინდა გაშვილება და ისევ მე დავიბრუნე. დიახ, საკმაოდ კარგი კითხვაა იმდენად, რომ ანუ საქართველოში ეს ნებისმიერ დროს შეიძლება ბიოლოგიურმა მშობელმა
უარი განაცხადოს თავის თანხმობაზე, რითაც მან თანხმობა განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე, მაგრამ მას აქვს გარკვეული შეზღუდვები, ანუ ბიოლოგიურ მშობელს უარის თქმის უფლება კანონმდებლობამ მისცა იქამდე, სანამ მოსამართლე არ გავა სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ მანამდე ნებისმიერ ეტაპზე ბიოლოგიურ მშობელს აქვს უფლება უარყოს თავისი თანხმობა. აი ესეთი შემთხვევა თუ არსებობს, მოხდა ისე რომ გამშვილებელი ან მშობელი, რეალური მშობელი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი რაღაც პერიოდის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, შეთანხმდნენ, რომ ბავშვი ისევ დაუბრუნდეს ნამდვილ მშობელს. რამდენად შესაძლებელია ეს იურიდიულად გავმართოთ და უკან დააბრუნოს ბავშვი. რა თქმა უნდა, უკან სასამართლო დაჭირდება. დიახ, მოგახსენებთ, უკან დაბრუნება ესეთ რამეს, ესეთ ტერმინს და ესეთ წესს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თუმცა ჩვენ როგორც ვთქვით, რომ ბავშვი შვილად აყვანის შემდგომ ბავშვი და მშვილებელი სამართლებრივად უტოლდება ბიოლოგიურ მშობელსა და შვილის უფლებებსა და ვალდებულებებს და სამართლებრივ ურთიერთობებს, ამდენად მშვილებელს, რომელმაც იშვილა ბავშვი, მას ავტომატურად წარმოეშვება უფლება კვლავ მიმართოს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს და კვლავ მოითხოვოს და კვლავ უარი განაცხადოს უკვე შვილად აყვანილ ბავშვზე. ანუ იგივე პროცედურა განახორციელოს, რაც ბიოლოგიურ დედამ განახორციელა. კონდეს ბავშვის გაშვილებაზე. თუმცა ეს ცალსახად რომ ბიოლოგიური მშობელს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო დაარეგისტრირებს მშვილებლად და მისცემს საშუალებას, რომ თავისი უკვე გაშვილებული ბავშვი იშვილოს, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება და მოკლებული იქნება დამაჯერებლობას იმდენად, რამდენადაც თვითონ ეს თემა პიროვნებამ დედამ, რომელმაც ერთხელ უკვე თანხმობა განაცხადა, ხო, რა თქმა უნდა, ერთხელ უკვე თანხმობა განაცხადა ბავშვის გაშვილებაზე და მან გააშვილა ბავშვი, დიდი ალბათობით კვლავ შეიძლება ამ პიროვნებასთან კვლავ დადგეს ის მომენტი, რომ კვლავ განაცხადოს უარი. ამიტომ ეს ინდივიდუალური შეფასების საგანია. თუმცა თეორიულად შესაძლებელია ბავშვი ბიოლოგიურ დედამ კვლავ იშვილოს. მაგრამ პრაქტიკულად ეს მთელ რიგ შეფასებებსა და გარკვეულ საქმის წარმოებებს მოითხოვს. ასაგებია ყოფილა ესეთი შემთხვევები პრაქტიკაში, სადაც ნებისმიერი მიზეზით, თუნდაც არასრულწლოვანი იყო, ან თუნდაც 18 წლის, 19 წლის, რაღაც ფსიქოლოგიური თუ ფინანსური პრობლემების გამო მოხდა დედისგან შვილის გაშვილება. გავიდა წლები, 10 წელი გავიდა, ყველანაირად ფინანსურად მომჯობინდა, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, კარგად ცხოვრობს. ამ შემთხვევას თუ ითვალისწინებს ის მზრუნველობის ორგანო და რაღაც გამონაკლისივით თუ დაუშვებს იმას, რომ შეიძლება ამ ქალმა ისევ იშვილოს. მოდი დაბრუნება დავარქვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ვერ დაუშვებს კანონმდებლობა და შესაბამისად მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, რადგან ამის შესახებ უკვე სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება და რომლის გაუქმებაც მხოლოდ დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილება. მე იმას გულისხმობ, რომ იგივე გაშვილება მოხდეს, როგორც თქვენ თქვით, გაშვილების თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა კიდევ ერთხელ დავზუსტდები და ვამბობ, რომ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება ეს დაკმაყოფილდეს, რადგან ეს ის თემა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულად და ინდივიდუალურად შეფასებასა და შესწავლას. ესე იგი, როდესაც იშვილებს შვილებელი სასამართლოს გადაწყვეტილება, დამთავრდა ყველაფერი, უკვე ნაშვილები ყავს შვილი. თუ ახორციელებს მზრუნველობის ორგანო კონტროლს ამ ბავშვზე და ამ ოჯახზე. როგორც მოგახსენეთ, კანონმდებლობაში ცალკე მუხლი დაეთმო გაშვილების შემდგომ კონტროლსა და ზედამხედველობას და კანონმა გაითვალისწინა, რომ გაშვილების შემდგომ ბავშვის სრულწლოვნებამდე მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს აქვს უფლება, რომელიც პრაქტიკაში ხორციელდება, რომ გადაამოწმოს და შეამოწმოს გაშვილებული ბავშვი, რამდენად მიზნობრივი იყო ეს გაშვილება და რამდენად დაცულია მისი უფლებები და მოვალეობები. და ამ კუთხით შეიძლება მოითხოვოს მზრუნველობის ორგანომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. არა. სასამართლო გადაწყვეტილების ბათილაცნობა ან გაუქმება სხვა საფუძვლებით ვის აქვს მაგის მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ან მშვილებელს. შვილებელს. შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადაწყვეტილების ბათილაცნობა ან გაუქმება. სხვადასხვა ის არის ბათილაცნობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ შვილად აყვანის საქმის წარმოება არსებითად ეწინააღმდეგება და კანონს და დარღვეული იყო კანონის მოთხოვნები, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად იქნეს ცნობილი, ხოლო გაუქმება ზუსტად ის საფუძვლებია, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ შვილად აყვანის მიზანი არის და ბავშვი შვილდება იმ ვარაუდით, რომ შვილებელ ოჯახში
წარმოიშობა ოჯახური გარემო და დედისა და შვილის ურთიერთობა სწორად ჩამოყალიბდება. გაშვილების შემდგომ თუ ეს მიზანი ვერ იქნა მიღწეული, შესაძლებელია ამ საფუძვლით გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ხოლო ის რომ თქვენი კითხვა იყო შემდგომი რომ თუ მშვილებელი არ უვლის თავის ნაშვილებს და არ ღვევს ანუ უკვე მშობლის უფლებებსა და მოვალეობებს, ეს შემთხვევა განიხილება არა გადაწყვეტილების გაუქმების მიმართულებით, არამედ ამ პიროვნების მიმართ გატარდება ის ღონისძიებები, რომელიც ეკუთვნის მშობლის მხრიდან მშობლის უფლებებისა და მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას ან საერთოდ შეუსრულებლობას. კი ბატონო, ესე იგი რეგისტრაციაში მყოფმა მეუღლეებმა, ანუ ცოლმა და ქმარმა, მათ შეუძლიათ თუ არა იშვილონ შვილი ერთმანეთ, ანუ ცალ-ცალკე იშვილონ შვილები. რამდენად შესაძლებელია? კანონმდებლობა ითვალისწინებს ბავშვის შვილად დაყვანას ერთი ან ორი პირის მიერ. ანუ ორ პირში იგულისხმება მხოლოდ ის ცოლ-ქმარი, რომელთა ქორწინებაც ოფიციალურად რეგისტრირებულია სათანადო ორგანოში. ასევე კანონმდებლობამ თქვა, რომ შესაძლებელია მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ერთ-ერთ მეუღლეს ჰქონდეს სურვილი ბავშვის აყვანის, ხოლო მეორეს არ ჰქონდეს სურვილი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ერთმა მეუღლემ იშვილოს ბავშვი, მაგრამ ამ შვილად აყვანას საჭიროებს მეორე მეუღლის თანხმობა. თუ ქმარი ან ცოლი არ არის თანახმა, მეორე მეუღლე ვერ იშვილებს რა თქმა უნდა. შვილს. და შეიძლება ასე ვთქვათ იურიდიულად გაფორმდეს ისეც, რომ ერთმა იშვილოს ერთი პიროვნება ბავშვი ადამიანი და მეორემ იშვილოს. აი შვილებაზე თუ ერთმანეთისგან თანხმობას მოითხოვს. ხო, აი კანონი თუ ზღუდავს მაქსიმუმს, რამდენი შეიძლება იშვილოს ოჯახმა ან პიროვნებამ და ალბათ ამასაც მზრუნველობის ორგანო თუ ნებისმიერ სხვა ორგანო არეგულირებს, ხო? პირდაპირ კანონში, ასე ვთქვათ, ხაზგასმით არ წერია, რომ მოქალაქეს შეუძლია იშვილოს მაქსიმუმ 10 ბავშვი. თუმცა ჩვენი მთელი დიალოგის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ვახსენე, რომ შეფასებით ხდება პიროვნების მშვილებლად რეგისტრაცია. ანუ სოციალური მუშაკი როდესაც პიროვნებას აფასებს, იგი სწავლობს მის მატერიალურ, ფიზიკურ და ქონებრივ შესაძლებლობას, რამდენად შეძლებს შვილად აყვანის შემდგომ ამ ბავშვზე ზრუნვას. ამდენად თუ სოციალური მუშაკი დაადგენს, რომ მისი მატერიალური მხარე არ არის უზრუნველყოფილი, მისი ქონებრივი მდგომარეობა, ელემენტარული საცხოვრებელი სახლი არ არის საკმარისი ამდენი პიროვნების ცხოვრებისთვის და მას არ შეწევს უნარი რომ კვლავ იყიდოს ახალი სახლი და ასე შემდეგ, ასეთი პიროვნება რეგისტრაციას ვერ გაივლის მშვილებელთა შესახებ, რაც გამორიცხავს ასეთი პირის მიერ შვილად აყვანას. ანუ მას შეიძლება მანამდე 9 ყავდეს ნაშვილები, 9 აკმაყოფილებდეს მისი რესურსი, ხოლო მე-10-ზე სოციალურ მუშაკმა აღარ გაუწიოს რეკომენდაცია და იგი არ დაარეგისტრიროს მშვილებლად. აქვე დავკონკრეტდები, რომ ხშირია შემთხვევები, როცა საზოგადოება სვავს კითხვას, რომ ერთხელ ვიყავი რეგისტრირებული მშვილებლად, დამიკმაყოფილდა მოთხოვნა, შვილად დავიყვანე და 1 წელი გავა, 2 წელი გავა და მოვარო კიდე შემომთავაზეთ, კიდე ვიშვილებ ბავშვს. ანუ პიროვნებამ რომელმაც გაიარა მშვილებლად რეგისტრაცია და მან სასამართლოს წესით იშვილა ბავშვი, იგი იხსნება ავტომატურად რეესტრიდან. ანუ რომელ მშვილებელსაც დაუკმაყოფილდა მოთხოვნა, იგი მისი მონაცემები რეესტრიდან იხსნება და ახლიდან თუ სურვილი ექნება, ახლიდან უნდა დარეგისტრირდეს და ეს რატოა სწორი? იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვახსენეთ, მშვილებლად რეგისტრაციაზე და რეგისტრირებულ პირებს შორის არსებობს რიგითობის პრინციპი. მე რომ პირველი ვარ და ვიშვილებ ბავშვი, თუ არ მოვიხსნები რეგისტრაციიდან, კვლავ პირველი ვიქნები და გამოდის რომ რიგით მომდევნო ვერასდროს ვერ მოიპოვებ შვილად აყვანის უფლებას. ანუ მე რომ ყოველთვის თანხმობა განვაცხადო, ჩემს უკან მდგომი ვეღარ იშვილებს ბავშვს. ამიტომ კანონმდებლობამ თქვა, რომ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში პიროვნება იხსნება მშვილებელთა ერთიანი რეესტრიდან და პირველ ადგილზე გადადის რიგით მომდევნო პირი. კი ბატონო, აი რიგითობა, როგორც ახსენეთ, მშვილებლების ზოგადად საქართველოს მასშტაბით არის ეს რიგი თუ აი თქვათ ქვემო ქართლი იქნება, თბილისი იქნება თუ ესე ტერიტორიულად ხომ არ არის დაყოფილი ეს რიგითობა? რეესტრი ეს გულისხმობს საქართველოს ფარგლებით, მასშტაბით და იგი ხორციელდება ცენტრალიზებულად, რომელსაც ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო ტერიტორიული სამსახურების ფუნქცია არის ამ საკითხში, რომ გამოავლინოს, შეისწავლოს
და გაუწიოს რეკომენდაცია მას მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ერთიანი რეესტრი წარმოებს ცენტრალურ აპარატში, რომელიც მოიცავს მთლიან საქართველოს. თუ არის შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქემ, არა საქართველოს მოქალაქე, ანუ სხვა ქვეყნის მოქალაქე იქნება თქვა, არა საქართველოში მცხოვრები ბავშვი იშვილოს. იურიდიულად თუ არის ამის საშუალება და ფაქტიურად რამდენად შესაძლებელია. რომ როგორც ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე იქნეს გაშვილებული, იგივე უფლებით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობს და ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამას ითვალისწინებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც გამოვლინდა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. ანუ როგორც მოგახსენეთ, საქართველოში თუ მე დავდექი მშვილებელთა ერთიან რეესტრში, ეს არ გულისხმობს, რომ მე სიტყვაზე ვამბობ, ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მექნება შვილადაყვანის უფლება. ანუ ეს მოითხოვს იმ სახელმწიფოს კანონის რეგულირებას, საიდანაც მსურს ბავშვის შვილადაყვანა. თუ ის სახელმწიფო თავის კანონმდებლობით უშვებს თავისი მოქალაქის უცხო ქვეყნის მოქალაქის გაშვილების შესაძლებლობას, ბუნებრივია, გამონაკლისი არც იქნება საქართველოს მოქალაქე და შემიძლია იქაც დაურეგისტრირდეს მშვილებლად. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მობრძანებისთვის, მაყურებელს დავემშვიდობები და შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემა გადის ყოველ კვირის 4 შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე და მასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი ბატონი ლევან გელაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.